კონფლიქტი საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის ხდომაზე. მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ. გენერალური მდივნის 32 ანგარიში აღწერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. დოკუმენტი ასევე ასახავს 2025 წლის აპრილის-სექტემბრის პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს. ხდომის მონაწილეებს სიტყვით ლაშა დარსალია მიმართა. ქართულმა მხარემ წვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ არსებული საკითხები. ანგარიში დეტალურად არის მიმოხილული როგორც უსაფრთხოების, ასევე ადამიანის უფლებათა ვითარების თვალსაზრისით გარემო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აღსგასმულია ის მძიმე ვითარება, რომელიც ადგილზეა და ვითარება, რომელიც კიდევ უფრო მძიმდება. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ჩვენი მხრიდან გავუკეთებინა შესაბამისი განცხადებები, მოგვეყოლა სხდომის წევრებისთვის იქ არსებული ვითარება, წარმოგვედგინა ჩვენი პოზიცია, რომლის შემდგომაც როგორც ევროკავშირმა, ასევე წევრმა ქვეყნებმა დააფიქსირეს თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მადლობა გამოვხატეთ ჩვენი პარტნიორების და მხარდამჭერი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე მათი უწყალპოზიციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს ხელისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს ამ საკითხის დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარტნიორები მაქსიმალურად მხარს დაუჭერენ იმ მიდგომებს, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემსახურება.